უნდა მიაგნოთ თქვენს ცხოვრებაში იმას, რაც გავსებთ. დადებითი ენერგიებით, პოზიტივით. ანუ, როდესაც მაგას მიხვდებით რა გაბედნიერებს, კონკრეტულად თქვენ, აი ხა ვინც მისმენ, აი რა გაბედნიერებს, მაგალითად მე მაბედნიერებს ბუნებაში ყოფნა, სიმშვიდე, მარტოდ, თევზაობა, რავი, განტვირთვა. ეგეთი რაღაცები სასიცოცხლო ენერგიას მატებს. შეიძლება 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ რო არ წავიდე და მაგალითად არ განვიტვირთო, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე ადამიანიდან. თქვენს ანალოგიურს გირჩევთ, რომ უნდა მიაგნოთ თქვენს ცხოვრებაში იმ ჯადოსნურ გასაღებს, რასაც ქვია თქვენი ენერგიით ავსება, სასიცოცხლო ენერგიით ავსება. ზოგს ცეკვა სიამონებს, ზოგს სიმღერა, ზოგს ასულ არ უყვარს, ხო, ზარწმუნება, ზოგს ზღვა უყვარს, ახლა მაგალითად მე ზღვა არ მიყვარს. ზღვასთან ყოფნა ღლის პირიქით და ენერგიას მართმევს. უფრო სიმშვიდე. საკუთარ თავს რო განუმარტავდები და ფიქრებში მიდიხარ, ძალიან სწორი და ლამაზი აზროვნება ყალიბდება. რატო არის შექმნილი ეს სამყარო თქვენი აზრით, სამდენი სტრესი? მაგალითისთვის რა იყო დიდ ქალაქებში ყოველდღიური ცხოვრება, ყოველდღიური რეჟიმი არის სტრესის მონტანი. გაიღვიძე წადი, მოდი ისქენი. ძალიან პლუს თუ გარშემო ადამიანები ყავს, ვისაც რაღაცა საქმეები აქვს და შენც მათთან ერთად ტრიალებ, ჩათვალე რომ როგორც ტელეფონი ჯდება, ხო უნდა დატენო ტელეფონი, ჯდება, ისე ჯდება შენი სასიცოცხლო ენერგიებიც და სასიცოცხლო ენერგია თუ არ შეივსე ადამიანმა დაიცლები და მე მედიხარ იმ სტრესისკენ, ნევროზისკენ, სიგიჟისკენ რა მოკლედ რო გითხრათ. ამიტომაც აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ, რაც აგავსებთ კარგი ემოციებით, კარგი მოგონებით. ერთხელ ცხოვრობ და უნდა ეცადო მაქსიმალური მიიღო შენი სიცოცხლისგან, მაქსიმალური. თორე მე გვიანი არის. როცა დაფიქრდები, მე უკვე გვიანი არის და უიდრო დავკარგი, არა გაქვს არც ერთი დასაკარგი დრო. ან რო ეძახიან მე რომ უიდრო დავკარგი და აწე გვიანია. არასდროს არ არის გვიანი. გვიანი არის უკვე რო წახვალიქით. მანამდე არასდროს არ არის გვიანი. 1 საათიც რო იყო ბედნიერი იქნება. 1 წუთიც რო იყო ბედნიერი იქნება. ამიტომ უნდა იყო ყოველთვის ბედნიერი. არასდროს არ იცი რა მოხდება მომავალში. აი არ მიყვარს ეს დაგეგმვა მომავლის რა, რომ გეგმავენ, რომ აი ხა 1 წლის მერე ამას ვიზავ, მერე იმას ვიზავ, ან 5 წლის მერე რაღაც. სიგიჟეა რა, ვინ იცის მომავალი იცი, არავინ არ იცი. აი 1 წუთში რა მოხდება ის არ ვიცი აგერ. ასე რომ უნდა იცხოვრო ამ მომენტით. წარსულით უნდა ისწავლო და ამ მომენტით იცხოვრო. აი ხა რაშიც ხარ. და წარსულით და განვლილი გაკვეთილებით ვინც არ სწავლობს, ის ვერასდროს ვერ ისწავლებს ცხოვრებაში. ან არ სურს რომ ისწავლოს და ილუზიაში იცხოვრებს ესე საპნის ბუშჩი. წარმატებებს გისურვებ და ბედნიერ და სიცოცხლით სავსე ცხოვრებას გისურვებ უყურეს.